სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. შეგვეწიოს წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის მეოხება ღვთის წინაშე და ყველა იმ წმინდა მამისა და დედისა, ვინც ჩვენ დღეს მოვიხსენით. პირველი კვირა გავიდა, პირველი შვიდეული ფაქტიურად დიდი მარხვისა. პირველი კვირა მძიმე მარხვა არის ხოლმე. და შემდეგ მთელ მარხვაში ოთხშაბათი და პარასკევი. ვისაც საამისოდ რა თქმა უნდა ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ესე იგი. სადაც აი მარხვაში ჩვენ უნდა რაღაცნაირად გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს ადამიანმა რა მხრივ, რომ თავის თავს რაღაც შეღავათები კი არ დაუწესოს, არამედ პირიქით კეთილსინდისიერად აღასრულოს ის, რაც ქრისტიანისთვის არის საჭირო. აი კეთილსინდისიერად აღასრულოს. სიტყვაზე ვამბობ, აი მაგალითად შეიძლება მარხვაში ჩვენი ავადმყოფობიდან გამომდინარე რაღაცა სახის საკვები ნებადართული იყოს. მაგრამ აი სიტყვაზე მაგალითად ხაჭო შეიძლება რაღაცა საჭირო იყოს ორგანიზმისთვის, ხო? მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად ნაყინი ჭამოს, ხაჭაპური ჭამოს, რაღაცა ამგვარი, რაც უშუალოდ როგორც წამალი და როგორც ორგანიზმს სჭირდება ეს სასიცოცხლოდ, როგორც წამალი იმას მიიღებ, მაგრამ რაც იმის იქით არის და უკვე და ადამიანი ამას შინაგანად ხვდება უკვე, სად გადის ის ზღვარი. ხვდება, რომ სადღაც ჩვენი სურვილია, სადღაც ჩვენი პირის გემოა, ვნებაა ჩვენი. და იქ უკვე იქ გადაცდომა ხდება. მაგრამ სადაც ეს არ არის, მაგრამ შენ უბრალოდ იძულებული ხარ, რომ ეს მიიღო ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ეს სხვა ამბავია. მაგრამ მარტო ჭამაზე და სმაზეც არ დაიყვანება მარხვა, ესე. მარხვა პირველ რიგში არის ის, რომ ესე იგი სწორად რო დაიცვა ადამიანებთან სწორი ურთიერთობა გქონდეს. მარხვა არის, როდესაც ადამიანს სინანული აქვს. აი მაგალითად მამა გაბრიელის ცხოვრებიდან არის ასეთი რაღაც. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო ყველას გვაქვს რაღაცა ისეთი ცოდა, რომლის გამოაშკარავებაც ნამდვილად არ გაგვეხარდებოდა. და მივიდა ერთი ადამიანი მამა გაბრიელთან და ეკითხება მარხვა რა არისო. მამა გაბრიელი ჩამოუთვლის თავის ცოდებს. მას სულიერი ხედვა ჰქონდა ესე. და ესეც ცოდვა, ეს ცოდვა, ეს ცოდვა. წარმოიდგინე, შენ რო არ მოელი და შენ ცოდებს რო ის ლაპარაკობს. და ეხლა ვეუბნეო, რომ წამოდიო შევჭამოთ რამეო. და ამას საერთოდ მადა აქვს დაკარგული. რა ჭამაზეა ლაპარაკი, ისეთი რაღაცეები გამომჟღავნდა ეს. ხოდა მამა გაბრიელი ამბობს, მარხვა არის, როდესაც შენ ცოდვებზე ნანობ და ჭამის სურვილიც აღარ აქვს. და ეგ არის მარხვა. რამდენჯერ ყოფილა ხოლმე სამწუხარო ამბავი, რაღაცა უბედურება მომხდარა, რომ საყვარელი ადამიანი გარდაცვლია ხო ადამიანს და რა ჭამაზე და იმაზეა საერთოდ არაფრის ჭამა არ უნდა. განა იმიტომ რომ ის ვიღაცას თავს აწონებს, არ უნდა უბრალოდ ეხლა რაღაც არ არის იმ განწყობაზე რომ ეხლა თუნდაც ადგეს და პირიქით ეუბნებიან ძალით რომ შეჭამე რამე შეჭამე რომ არ დასუსტდეს, თუნდაც არის ხარი ეს. აი მარხვას სჭირდება სინანული, საკუთარი ცოდვების განცდა. აი ჩვენ რო ეფრემასურის ლოცვას ვამბობთ ახლა მთელი მარხვის განმავლობაში, ხო, პარასკევს იგი ხვალ საღამოდან დაწყებული, უკვე დაიწყო, მაგრამ ესე კვირა საღამოდან იწყება, ყოველი დილის და საღამოს ლოცვის შემდეგ. თუ რა თქმა უნდა ადამიანი დილით და საღამოთ ილოცულობს და პარასკევს დილის ჩათვლით, ყოველდღიურად. ისედაც ახლა სადაც ყოველდღიური მსახურებები იყო, მოხმოდრეკები ხშირია. მსახურების დროს ნეტანიების გაკეთება და ამ ნეტანიის მთავარი კიდე რა არის, რომ ეს სულიერად რას განასახიერებს, რომ ადამიანი იჩოქებს, მერე წამოდგება, ხო და სულიერადაც ესეა. ადამიანი ეცემა და ადამიანი უნდა წამოდგეს და ეს
შენ შეიძლება კიდე დაეცა, მაგრამ შენ კიდევ წამოდგომა უნდა გინდოდეს. წმინდა სისოი დიდთან მივიდა ერთი ადამიანი და ეკითხება, რომ მამაო, დავეციო და რა გავაკეთო? წამოდექიო, წმინდა მამამ უთხრა. ანუ წამოდექი რას ნიშნავს? აი რაღაც ჩავარდი, რაღაც წუმპეში ჩავარდი, რაღაც ცოდვაში ჩავარდი და ამ ცოდვას მე ნახეთ რა ახასიათებს. სასოწარკვეთა ახასიათებს. ეს წმინდა იოანე ოქროპირი ასე ამბობს წმინდა წერილის განმარტებისას, რომ ესე იგი, როდესაც მოციქული ამბობს, რომ გულის თქმო მიუდგებაო, ანუ დაურსულდებაო და შობსო ცოდვასო. და ეს ცოდვა კიდე სიკვდილს შობსო და რა სიკვდილზეა ლაპარაკი? აი რაღაცა ნება აქვს ადამიანს და ჩავარდება ამა თუ იმ ცოდვაში. და მე როდესაც ცოდვაში ვარდება, ეშმაკი 1000 სასოწარკვეთის და ვიმედობის ფიქრებს აძლევს, რომ რაღა მეშველება, დავიღუპე, ვეღარ გადავრჩები. და ამიტომაც არის ის, რომ დაეცემი, უნდა წამოდგე. და მანას ითქვა, რომ დაეციო, წამოდექიო და კიდე დავეციო. და კიდე წამოდექიო და როდემდე მამაო, როდემდე უნდა იყოს ესეო. სანამ ამ წუთის სოფლიდან არ გაგიხმობენ ან მონანულს და ან კიდე ცოდილს, ან წმინდას და ან კიდე უწმინდას, ანუ სანამ პირში სული გიდგას, როგორც ჩვენი გამოთქმაა, ხო? სანამ პირში სული გიდგას, ბოლომდე შეიძლება იყოს ეს დაცემაც და ეს წამოდგომა. თავარია, რამდენჯერაც დაეცემი, ცოდვაში ჩავარდები, იმდენჯერვე წამოდგე და არ დარჩე იმ ცოდვაში. და მე იმ დაცემულმა არ გაამართლო ეს მდგომარეობა, რომ რა ვქნა. ყველა ესე აკეთებს, ეხლა ესეთი დროა, სხვანაირად არ შემიძლია თქვა. ესეთი სიტყვები ნიშნავს, რომ შენ ფარხმალი დაყარე და ბრძოლის წელზე დაცემული ხარ და წამოდგომა არ გინდა. უფალს ყველას წამოყენება შეუძლია. როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს, ყველას წამოყენება შეუძლია და სწორედ ეს არის აი სინანულის სიდიადე. რომ მონანული ადამიანიო, წმინდა მამა ამბობს, უფრო მეტია, ვიდრე ის, ვინც სასწაულებს აღასრულებს. მონანული უფრო დიდი. ოღონდ ეხლა აქ საქმე იმაშიც არის, რომ ესე იგი, ადამიანს რაც შეუძლია, ის უნდა აკეთოს. ისიც კეთილსინდისიერად უნდა აკეთოს. აი ზოგჯერ ჩვენ ესე იგი ორმაგი სტანდარტით უდგებით რაღაცას რა. შეიძლება აი სიტყვაზე ვამბობ 20 კილომეტრის გავლა დაგვეზაროს სულიერი საქმის გამო და ხორციელის გამო არ დაგვეზაროს. ესე იგი თუ შეგძლებია, მე ხის წინაშე რომ წავდგებით, ხო გეტყვი? თუ შეგძლებია, ესე იგი აჰა ჩანს რომ შეგძლებია რაღაცა რომ გინდოდა ხორციელი, გააკეთე. სულიერის გამო ვერ აკეთებ. ესე იგი აქ რაშია საქმე? მანძილის სიშორე კი არ არის სიდიდე, არამედ მონდომების ხარისხი არ ვარგა. ესე იგი და ამით რაც ჩანს, რომ ჩვენ უფრო ხორციელები ვართ, ვიდრე სულიერად ცხოვრობ. უფრო ხორციელად ვფიქრობთ, ვიდრე სულიერად და მარხვა არის ჟამი იმისა, რომ ადამიანი ნაირად სულიერად უყურებდეს მოვლენებს, სულიერად გააჩნდეს საკითხებს და როდის იქნება ეს? პირველი მაშინ, როდესაც ადამიანი თავის თავში ჩაიხედება და აღმოაჩენს იმ სიბინძურას ყველაფერს, რაც მასშია. და ადამიანი დაიწყებს ნელ-ნელა ამ ყველაფრის განწმენდას, ღვთისმადლით, რა თქმა უნდა. და თუ ყოველთვის ადამიანი საქმეებშია გართული და საკუთარი თავისთვის ვერ იცლის, მას არ ეცოდინება შიგნით რა ხდება. და თუ არ ეცოდინება, ვერც მოაგვარებს. ყველაფერი უნდა სახარებისეულ შუქზე განიხილოს. ოღონდ სახარებისეულ შუქზე წმინდა მამათა ნაწერების, მათი განმარტებების მიხედვით. მე სულ ვეუბნები ხოლმე მრევლს, რომ ქრისტიან ადამიანს ყოველთვის ერთი წიგნი უნდა გადაშლილი ჰქონდეს. რას ნიშნავს გადაშლილი? რომ დღეს მე რო შეგეკითხოს ვინმე, დღეს შენ რა წიგნს კითხულობ? ახლა მე არ ვამბობ რაღაც საერო ხატრული ლიტერატურაზე არ ვამბობ. სულიერ საკითხავს ვამბობ. რომ დღეს ამას ვკითხულობ. ეს მორჩა დავამთავრე? მე სხვა უნდა გადავშალო და ამის გარეშე არ უნდა იყოს ადამიანი. ამის გარეშე ნიშნავს, რომ ჩვენ თავს ვიტყუებთ. იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობის შესახებ ფაქტურად დაბა ვინ გველაპარაკებთ.
ქუჩაში მაგას ვერ მოისმენ, სამსახურში მაგას ვერ მოისმენ, ტელევიზიით მაგას ვერ მოისმენ. თუმცა თუ ადამიანი მოიწადინებს, ქუჩაშიც დაინახავს რაღაც სათავისოს. მინდა ბარბარე კოშკში იყო გამოკეტილი და იქ დაინახა ღმერთი. იმ ბუნების მშვენიერებაში სამყაროს აკვირდებოდა. ადამიანი თუ მოიწადინებს, ყველგან დაინახავს. მაგრამ ისე რომ ჩვენ ყოველდღიურად ამაზე ვინმე გვესაუბრებოდეს არ არის. ამიტომ იმ წმინდა მამათა ნაწერებში ადამიანის სულმა ის შვება უნდა ნახოს და ვინც კითხულობს იმ შვებას მართლა ნახულობს. ისე კი არა, რომ აი მოდი მოვალეობის გამო წავიკითხო, არა. სანამ ადამიანი კითხვას დაიწყებს, არ იცის იმის სიტკბო და რომ დაიწყებს აღმოაჩენს, რომ აქამდე სად ვიყავი, რატო არ კითხულობდი, რატო ვაკლებდი ჩემს თავს აი ამ ნუგეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1000 საქმე გვაქვს საკეთებელი, აი ადამიანს ეკითხები, სახარებას რატო არ კითხულობ? ძალიან ხშირად არის პასუხი. რა ვიცი, აი სულ მინდა წავიკითხო, მინდა და რა უნდა ავიღო უკვე აღარ ვიღებ. რატო ვერ ვიღებ? იმიტომ რომ გართული ვარ ამ წუთისով. უცბად იქ ალბათ ტელეფონს აიღებ, იქ ტელევიზორს ჩართავ, იქ ჭურჭელის დარეცხვა გაგახსენდება მაშინ, როცა სახარებას აზრი მოგივიდა. და სინამდვილე შენ კი არ გახსენდება, ანგელოზმა გითხარო, შენმა მფარველმა ანგელოზმა, მიდი გადაშალე სახარება, გადარჩე. და დაიგო ქრისტიანობა როგორ უნდა იცხოვრო. მაგრამ ეშმაკი აბა ეგრე ადვილად დაუთმობს და შენს თავს არ დაუთმობს და 1000 რაღაცა მოგაწოდა. ეხლა ეს როა, მერე ის როა, ის ხო გაფუჭდება და რა გაფუჭდება? გაფუჭდება. განა ეგეთი რა უნდა გაფუჭდეს? შენს სულზე უფრო მნიშვნელოვანი რო იყოს, აი რა უნდა გაფუჭდეს? განა ეგეთი. ხანძარი ხო არ არის და მაშინ ხო არ მიდიხარ სახარების დასაკითხვად და წმინდა მამათა ნაწერების დასაკითხვად. მიდიხარ როდის? როცა ესე იგი ყველაზე თავისუფალი დრო გაქვს. მაგალითად, ვიღაცა აი ფლავიდან გორში მიდის მარშრუტით თუ ავტობუსით თუ რაღაც. იქ რაღა, იქ ჭურჭელი აქვს დასარეცხი თუ ჭურჭელები უნდა ააგოს. უჭირავს ტელეფონი და ათვალიერებს 1000 სისულელეს. ნაცვლად იმისა, რომ დადოს ის და დაფიქრდეს თავის თავზე. ან წიგნი გაიყოლოს. ახლა მაგალითად, აქედან იქ რომ მიდის, ხო უნდა 9 საათი, იქიდან აქეთ 1 საათში რამდენ რაღაცა სულიერს შეიძენდა. და არა კეთდა, ეგ ერთ დღეში. და ერთ წელიწადში და ის სისულელეები რაც ნახა ტელეფონში 1 წლის წინ და დღესაც იგივეს არ ნახულობს, რამე შეიცვალა? არაფერი არ შეიცვალა. და ესე იგი დღეს ხო ადამიანს ყველაფერი რაღაცა ის სამასხარაოდ და იმათ უნდა. მე თუ არ ვწდები ერთ-ერთი ის არის პლატფორმა მოკლედ სოციალური ქსელზე, აღარ დავასახელებ ახლა, ჩვენ ძირითადად რა ვწდებთ? გარყვნილობა, უზნეობა, რაღაც უბედურება და რომელიღაც ქვეყანა იმას სამეცნიერო თვალსაზრისით იყენებს, მაგრამ ჩვენ ხო ხამები ვართ, აი რაღაცას უნდა ეცეს ადამიანი და არც იცის რაში გამოიყენოს, როგორ გამოიყენოს და ჩვენ მარტო აი ამაცა ტაკი მასხარაობაში გაგყავს იქ დრო, ესე იგი ერთს დრო ესენი გადაიღოს ამაში გაყავს და მეორე რომ ამას შეცქეროდეს დიგდან საღამო. ხოდა აი ესე გარბის ის ძალიან ძვირფასი დრო, რომელი დრო ჩვენ არ ვიცით რამდენი გვაქვს. რამდენი ამოსულ თქვა დარჩა კაც ხო არ იცის. ახლა დღეს მადლობა ღმერთმა მოგვიყვანა ტაძარში. ზოგიერთი ჩვენგანი ეზიარა, ზოგიერთი არ ეზიარა, არ ვიცი რატო. არ ვიცი. თვითონ იცის ალბათ რატომ, როგორ ანაირად. ხოდა არ შეიძლება რომ აი მით უმეტეს ეს დიდი მარხვის პერიოდი რაღაცა ტყუილად გაფრანგო, ესე იგი. როგორ ამბობს დალახტმაში სოლომონ ბრძენი რომ იგი ადამიანი რო ფიქრობს ცოტას წავიძინებო, ცოტა ხანი თავს ბალისზე დავდებო და შენი გაჭირვებო იარა ღასმული კაცივით მოგადგება კარს. სულიერად ეს ახლა ხორციელად განა ესე არ არის. ადამიანს მინდორში ჩასულა და შრომა დაეზაროს, მოდი ცოტა ხანი წავუძინებ, მოდი ცოტა ხანი რაღაცას უყურებ, მოდი ცოტა ხანი ნარებაში გავატარებ. სად არის მოსავალი? არ არის მოსავალი, იმიტომ რომ არ გიშრომია და
სულიერათაც ესე ადამიანი წაუძინებს ცოტა ხანი და მისი სულიერი გაჭირება და ის ვნებები და ის ცოდვები იარაღასმული კაცივით მოადგებიან კარზე და ვერაფერს ვერ იღონებს. იმიტომ რომ შინაგანად სიმტკიცე არ აქვს ადამიანს, რითიც უნდა დაუხდეს ამ ყველაფერს, არ აქვს. ამიტომ მე ეს ვნებები ძლევენ ადამიანს. თავიდან შეშფოთდება, აი მორწმუნე ადამიანი. რო უთხარო შენ ესე იგი დღეიდან აღარ ილოცებ, აღარ იმარხულებ, აი ჩამოუთავ ამად ამ ცოდვებში ჩავარდები. იტყვის რომ ეგ შეუძლებელია, ეგ ჩემს თავს როგორ უნდა მოხდეს. მაგრამ ეს მაგ იმდენად დახელოვნებულია, რომ გავადრო და ზუსტად ამ მდგომარეობაშია ადამიანი. ეგრეთ წოდებული მორწმუნე ადამიანი აღარც ლოცულობს, აღარც მარხულობს. თავიდან შეშფოთდა, რომ აი დღეს ერთი ლოცვა ვერ ვილოცე. ამ ცოდვაში რო ჩავარდი შეშფოთდა, მერე მიეჩვი აღარ აწუხებს. სინდისი აღარ აწუხებს. იმიტომ რომ იგი თვითონ დააბლაგვა ეს სინდისი. მაგრამ ეს სინდისი საბოლოოდ არ კვდება. სინდისი საერთოდ ღვთის წინაშე წარდგებით, ზუსტად იგივეს მოვისმენთ ღვთისაგან, რასაც აქ სინდისი გვეუბნება. ამიტომაც ახლა რა არის საჭირო, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. ესე იგი, არ უნდა ჩაეძინოს. არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს მე რა მდგომარეობაშიც ვარ, ეს ნორმალურია. არამედ ყოველთვის უნდა იფიქროს, რა არის შესაძლებელი, როგორ შევცვალოთ, რითი გამოვასწოროთ. ახლა მაგალითად, რაც რო დაჭირდეს 1000 რამეზე პასუხს იპოვის. 1000 რა მილიონ რამეზე იპოვის პასუხს. ეგრე არ არის, დღეს ხო ყველაფერი განათლივი და ცხადია. მაგრამ სულიერად რო დაჭირდეს, შეიძლება არ გაინწრეს, არ გაისაჯოს. მე რო ვთქვათ, რომ არ წოდნა, არ წოდვა არის. როგორ ეძებე და მაინც ვერ იპოვე? უფალი ხო ამბობს, რომ ვინც ეძებს, პოულობს. ესე იგი, მაშინ რა გამოდის? უფალი ტყუის? ესე იგი, შენ ეძებე და ვერ იპოვე? შენ დააკაკუნე და არ გაგიღეს? შენ გინდოდა და არ გამოვიდა ის რაღაცა? იმიტომ აი ჩვენ სურვილებზე, ჩვენს არჩევანზე გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ჩვენს თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა. რას ვაკეთებ მე იმისათვის, რომ ჩემი სული გადარჩეს? რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების წესი ქრისტიანული ცხოვრების წესი იყოს? აი მე კონკრეტულად აი დღეს რო გათენდი. როგორ დავიწყე დღევანდელი დღე? მთელი დღე როგორ გავატარე? როგორ დაღამდა ადამიანებთან, როგორი ურთიერთობა მაქვს? ჩემს სინდისთან ჩემი სინდისი რამდენად სწორად მუშაობს? რამდენად მე ვითვალისწინებ სინდისის მხილებას? რამდენად? და ამაზე უნდა იფიქროს, ესე იგი, ქრისტიანს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საშური საფიქრალი არ აქვს. ეს გინდა მარხვა იყოს და გინდა ხსნილი იყოს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანს არ აქვს და აი ყველაფერიც რო კონდეს ადამიანს და გულში უფალთან სწორი ურთიერთობა თუ არ აქვს, მაშინ ყველაფერი ფუჭი და ამაოა. და ვინც ეს ურთიერთობა იპოვა უფალთან, მას მეტი არაფერი აღარ ჭირდება. იმიტომ რომ ეს აბედნიერია. ვინც ეს ნამდვილად იპოვა, ეს აბედნიერია. და როგორი ბედნიერია ადამიანი, ვინც მართლა ღმერთზეა მინდობილი, ვისაც წრფელი სინდისი აქვს. როგორ ამბობთ, გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წრფელი განმიახლე მამსა ჩემს, აი ვისაც ესეთი აქვს. როგორი ბედნიერია. იმას რაღაცა მატერიალურით ვერც გააკვირებ, ვერც მოხიბლავ, არც დაინტერესდება იმდენად, რომ რაღაცა იმითი სინდისი დაინძინოს. როგორც ხორციელი ადამიანი, რა თქმა უნდა, იმასაც გამოიყენებს. თავის დროზე, თავის ადგილას მომჭირნეობით, თავის მიმართ. მაგრამ ეს არ ახარებს. არამედ ახარებს ის, რომ მას ღმერთთან ურთიერთობა აქვს ესეთი. ეგ აბედნიერებს. და მაგ ბედნიერებას არაფერი არ შეედრება. ის წამიერი, ცოდვიანი სიამოვნებები მას არ ხიბლავს. იმიტომ რომ მანიც ის, რომ იმ ბედნიერებასთან შედარებით ის, რაზეც შენ ეუბნები, რომ აი დაუშვათ შენ ეპატიჟებით ცოდვაზე. ეგ არაფერი, ეს ნაგავია იმისთვის.
იცის რომ პირიქით ამით სიამოვნებას კი არ მიიღებს, ამით იმ ბედნიერებას რაც უფალთან აქვს ურთიერთობით იმას დაკარგავს და არ უნდა ის რაღაც. აი ესეთია ქრისტიანი ადამიანის შინაგანი. მორწმუნე ადამიანი ესეთია და ეს არის ამ მორწმუნის ძლიერება. იმიტომ რომ ის აქცენტს სულიერზე აკეთებს. და მარხვად სწორედ ამისი ძალიან კარგი მით უმეტეს დიდი მარხვა ძალიან კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ამ მარხვას რაღაცა თავისებური მყუდროება ახლავს. როცა მრავლდება ადამიანი ახლა თუ მართლაც მენი ცხოვრობს თავს იკავებს იქ სუფრებზე მისვლით იმით და უფრო მოზღუდული ადამიანებთან ურთიერთობაშიც თუ უფრო თავშეკავებული იქნება კიდევ უფრო უკეთესი. რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს კაცი, მით უფრო უკეთესია მისთვის. ესეთ შედარებას აკეთებენ წმინდა მამები, რომ ესე იგი აბანოს კარსო თუ ხშირად გააღებო, ის სიმხურვალე დაიკარგება. ეს ადამიანის გულზეა ლაპარაკი. ადამიანი უფალთან ურთიერთობით იმ ლმობიერებას, იმ სითბოს, იმ გულმხურვალებას, რომ თავის გულში მოიპოვებს, თუნდაც იმ წმინდა სახარების წაკითხვით, წმინდა მამათა წაკითხვით, წირვაზე დასწრებით თუ სიკეთის კეთებით თუ სხვა, რომ მოიპოვებს, ეს ლაპარაკით არ უნდა გაანიაოს. მაგრამ აბანოსო პატარა სარკმელი აქვსო დატოვილი, რომ თლად არ ჩაიხუთოს. ის რაღაცა ზომიერად კი უნდა თქვა, ეს მეგობარს გაანდო შენი სიხარული თუ შენი მწუხარება, იმისათვის რომ გულიც არ ჩაიხუთოს და გამოთქვა ის რაც გაწუხებს, მაგრამ ისე არა რომ ყველგან მოაღო პირი და რაც გეკითხება თუ არ გეკითხება ყველაფერზე ილაპარაკო და ისიგნიდან თუ რამე სიტყვა გქონდა ყველაფერი გაანიაო და დაკარგო. რომ აი მორწმუნე ადამიანი ამაზეც უნდა ფიქრობს. უნდა ფიქრობს იმაზე რომ არავიზე არ თქვას ისეთი რამე რაც თავად მასზე არ მოეწონება. თუ რამე სათქმელი აქვს მივიდეს და პირადად უთხრას და არ მოსდეს თეს სოფელს და მე არ მივიდეს იმამდე გამბავი, მივიდეს და პირადად უთხრას, ჩემო ძმაო, ჩემო დავა, ესე როა მე შენგან ეს მეწყინა რაღაცა ესე ვარ რაღაცა. არ მოისმინოს რამე ისეთი არავიზე, რაც თავის თავზე არ უნდა რომ მოისმინოს. ახლა ჩვენ ხან აი სიამოვნებით უგდებთ ყოს, აბა რა მოხდა რა? იგი ვის რა მოსწლია და თან სიამოა. რა სიამოვნებ? შენზე რო ეგრე ლაპარაკობდნენ და სხვა ისმენდეს გესიამოვნებ, ხო არ გესიამოვნებ. ამიტომ შენ არ უნდა მიუგდო იმას, მით უმეტეს სიამოვნებით, არ უნდა დატყვე იმით, ხო რაღაცებს რო ის. იმიტომ ეს ჩვენი დაცემული ბუნების თვისებაა, რომ ტკბები იმით, სხვას რაღაცა უბედურება მოუვიდა და ვიღაც ცოდვაში ჩავარდა, ვიღაცამის რაღაცა გააკეთა. ამიტომ ესეც მარხვის ნაწილია, ყურიც უნდა დაიცვას ადამიანი. თვალიც უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ არ შეხედოს იმ რაღაცას ქუჩაში იქნება თუ ტელეფონში იქნება თუ ტელევიზორში იქნება თუ რაც ქრისტიანს არ შეშვენის, იმას არ უნდა შეხედოს. იმიტომ რომ ეს საცდური თვალიდანაც შემოდის, ყურიდანაც შემოდის და პირით შემავალი კი არ შეაგინებსო კაცო, უფალი როგორ ამბობს სახარებაში, რაც ასეც ამის კი არ შეგბილწავს. არამედ პირიდან გამომავალი, რადგანო რაც პირიდან გამოდის, ის გულიდან გამოდის. კოკასა შიგან რაც აზგას, იგივე წარმოდინდების. გულში რაც არის, ის გამოდის და პირიდან გამოდის. განკითხვაც, ამპარტავნებაც, ცილისწამებაც, ტყუილიც და ათასგვარი სიბოროტე. ამიტომ რაც პირიდან გამოდის, ეს შეგბილწავს კაცს. ამიტომ აი ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, ესე იგი, რომ ჩვენ რამდენად ვცდილობთ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ამ ყველაფრით, რაც ზემოთ გამოვთვალეთ, რამდენად ვერთგულებთ უფალს, რამდენად ჩვენი სინდისისავე ვიქცევთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სადაც მძიმდება სინდისი, იქ თავის მართლება არ შველის, იქ ერთადერთი რამე შველის, შენდობას ვითხოვ უფალო, მაპატია, აი ესეთი ვარ, ცუდი ვარ, მაგრამ შენთან მინდა რომ ვიყო და მასწავლე შენი ერთგულება. აი ესეთი განწყობა უნდა ჰქონდეს და უფალი არ უგულებელს ყოფს არავის. მონანულ ადამიანს ხელს არ აკრავს უფალი. თავარია ჩვენ მასთან გვინდოდეს.
და ოღონდ გვინდოდეს ქმედითად. ისე კი არა, მინდა უფალო შენთან და წავიდე ტახტზე წამოწეს და არ ისრომოს და არაფერი გააკეთოს. სულიერი გაგებით ამ. არამედ გადადგას ნაბიჯი, რაც შეუძლია. რაც არ შეუძლია, იმას ღმერთი შეაძლებს. ეგ არის ყველაზე მთავარი. ღმერთი შეგვეწიოს რა იმ მშვიდობით და რაც მთავარია, ღვთის სათნოდ ჩაგვემთავრებინოს ეს მარხვა. არის ხოლმე რომ მარხვაში განსაცდელები ცხან მრავლდება ხო. ესეც ალბათ ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა სიკეთეს ხო რაღაც განსაცდელი ახლავს და თუ ის განსაცდელი არ იქნება, ის სიკეთეთაც არ ჩაითვლება. იმიტომ რომ ეშმაკი რა დროს არ შეგიშლის ხელს. როცა შენ ცოდვას ჩადიხარ, აბა რაზე შეგიშლის ხელს. მაგრამ როცა სიკეთის აღსრულება გინდა, ზუსტად იქ გამოხდება რაღაც. და ირო გამოხდება რაღაც განსაცდელი, ეგ არის ნიშანი იმისა, რომ ეს სიკეთეა და მარხვა რომ დიდი სიკეთეა, ეს განსაცდელები მაგას კიდევ უფრო მეტად ადასტურებენ ხოლმე. ისე რომ განსაცდელებისა არ უნდა შეგვეშინდეს და ღმერთს უნდა მივენდოთ. ღმერთზე მინდობილ კაცს კიდევ ღმერთი იმედებს არ გაუმტყუნებს არასოდეს. როგორ ამბობს დავით მეფსალმონი, იყავ ნუფალო წყალობა შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. ისე ვიწყალობე, ისე იყო შენი წყალობა ჩვენზე, როგორც ჩვენ გვაქვს შენი იმედი. და ალბათ კიდევ უფრო მეტადაც შეგვიწყალებს ღმერთი. იმიტომ რომ ღმერთი მოწყალეა და სიყვარულია. ღმერთი შეგვეწიოს. ჩვენთან არის ღმერთი.